ვაგრძელებთ რიტმებზე საუბარს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ უმნიშვნელოვანეს რიტმზე. ეს არის კვების და ძილღვიძილის რიტმი, რომლის დარღვევასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე დაავადების ფორმირებაში, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და ჭარბწონიანობა, ანუ ქოლესტერინის ცვლის დარღვევა. რატომ არის დამოკიდებული ეს დღის რიტმებზე და როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ამ დაავადებების პრევენციას? მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი მზის რიტმს მიყვება, ანუ მზის ამოსვლასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი იწყებს გაღვიძებას, ამიტომ აუცილებელია პირველი კვება იყოს საუზმე, ყუათიანი, რადგან იწყება აქტიურად ნივთიერებების მოხმარება, ნივთიერებების დაშლა, რომელსაც ჩვენ გარედან ვღებულობთ, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სახით და საკვები პროდუქტები იყოს მაქსიმალურად ჯანმრთელი და სეზონურად გათვალისწინებული. პირველი კვება საუზმე უნდა იყოს არაუგვიანეს 8-9 საათის, ასაკვირველია ასაკობრივი ნორმებიდან გამომდინარე. მეორე საკვები უნდა იყოს სადილი, პირველი კვება, ასე ვთქვათ, დილის შემდეგ და აუცილებლად უნდა იყოს შეიცავდეს წვნიან საკვებს და ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ნაკლებად არის გაჯერებული ცხიმებით, უჯერი ცხიმებით და შაქრებით, რაფინირებული შაქრებით და ზეთებით. შემდეგი კვება უნდა იყოს სამხარი, როდესაც მზე გადაიხრება და ეს კვება სასურველია შედგებოდეს როგორც რძის პროდუქტებისაგან, ასევე ეგრეთ წოდებული თხილეულისაგან, რომელიც შეიცავს უჯერცხიმოვან მჟავებს და ბოლო ვახშამი არ უნდა იყოს ყუათიანი, რადგან ორგანიზმმა მოახერხოს ღამის განმავლობაში გადამუშავება იმ სუბსტანციების, რომელიც დღის განმავლობაში შევალსეთ საკვების საშუალებებით. თუ გავითვალისწინებთ კვების სწორ დაგეგმარებას და კვების შემცველობაში ისეთი პროდუქტების გათვალისწინებას, რომელიც ნაკლებ რაფინირებულ შაქრებს და ზეთებს შეიცავს და მივეხმარებით ორგანიზმს, რომ სწორად მოხდეს ჩაძინების პროცესი არაუგვიანეს 9-12 საათისა, რადგან ეგრეთ წოდებული ღვიძლის აღმშენებლობით ფაზას შეეწყოს ხელი, მაშინ ამ ორი დაავადების პრევენციას მოვახერხებთ, რომელიც დღეს კაცობრიობისათვის უმძიმეს პრობლემებს ქმნის, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და ჭარბწონიანობა, რომელიც სხვა დაავადებების გამომწვევი და ხელშემწყობია. გისურვებთ ჯანმრთელობას.